შალომ, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზელებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 60 სიკულო მემკვიდრეობაზე. ვისაუბრებთ რა არის 60 სიკულო მემკვიდრეობა, ვინ არიან 60 სიკული მემკვიდრეობის ნამდვილი ჭეშმარიტი მიმდევრები და რატომა ეს მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ვიცოდეთ. მაგრამ სანამდე უშუალოდ დავიწყებთ ვიდეოს, მანამდე მე მინდა რომ ჩემ გამომწერებმა გთხოვთ მოიწონოთ ეს ვიდეო, დააკომენტაროთ და აუცილებლად გააზიაროთ. რადგან ზუსტად თქვენ აზიარებთ, თქვენ ხდებით ღმერთის სიტყვის გამავრცელებელი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ. ასევე ვისაც გსურთ ჩვენ ფინანსურად გვერდში დაგვიდგეთ, ამ ვიდეოს ქვემოთ იქნება ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და შეგიძლიათ გადმოიწყოთ თქვენი თანხა. თქვენიც ჩვენ ვაგროვებთ ფულს კომპიუტერისათვის, რათა უფრო მეტი ხარისხიანი ვიდეოები ჩავწეროთ და უფრო მეტი საშუალება გადმოცემის საშუალება მოგვეცეს ამ ვიდეოთ. ამას მხოლოდ კომპიუტერის საშუალებით თუ შევძლებთ რომ გავაკეთოთ. მაშასე გვიყურეთ და სასიამოვნო ვიდეოს ყურებას გისურვებთ. გამარჯობა გიორგი, მოგესალმები. მოკლედ ძალიან საინტერესო და თავსატეხიანი თემა. და დავიწყოთ, მოდი, რა არის 60 სიკულო მემკვიდრეობა? რა არის 60 სიკულო მემკვიდრეობა, ხო? 60 სიკულო მემკვიდრეობა ეს არის ძირითადად სწავლება, რომელიც აქვს ტრადიციულ ეკლესიებს. ტრადიციულ ეკლესიებში გულისხმობთ კათოლიციზმს, გულისხმობთ აგრეთვე მართლმადიდებლობას. ამ თითქოს ამ ეკლესიას აქვს ტრადიცია, ისინი ამბობენ, რომ ეს არის ხელდასმის ტრადიცია, რომელიც მოდის მოციქულებიდან ეპისკოპოსზე და ეპისკოპოსიდან უკვე გადადის ეპისკოპოსზე. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საღვთო მადლის გადაცემა. თუმცა ხელდასმი ხდება, რომ საღვთოელობა მადლის, ანუ საღვთო მადლი გადადის მოციქულიდან ეპისკოპოსზე და შემდეგ ეპისკოპოსიდან ეპისკოპოსზე. ეს არის მოკლედ რომ ვთქვა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არის საღვთო მადლის გადაცემა, ამას ასწავლის ტრადიციული ეკლესიები ასე განმარტავენ, რომ ეს არის საღვთო მადლის გადაცემა. მაგრამ ცოტა განსხვავება გვაქვს ებრაულ ტრადიციასა და ადრეულ ქრისტიანებს შორის. რას ნიშნავდა მათთვის ეს 60 სიკულო მემკვიდრეობა? მე შენ დაგისვამ შეკითხვას. პავლე მოციქული შენი აზრით იყო თუ არა ხელდასმული მოციქული? აბა მაჩვენე ბიბლიაში, სადაც არის პავლე მოციქულის ხელდასმა როგორც მოციქულად. ხელდასმა ესე შეიძლება ხელის დადება არ იყო, მაგრამ თვითონ თავად ქრისტემ აირჩია და გაგზავნა წარმართებში, რომ ეხადაგა ქრისტეს სიტყვა. უყურე, პავლე მოციქული რას ამბობს? გალატელთა პირველი თავის პირველი მუხში წერია. პავლე მოციქული არა კაცთაგან, არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტეს და მამა ღმერთის მიერ, რომელმაც ფტორით აღადგინა იგი. ანუ პავლე მოციქული, ანუ აქედან გამოსწორ 60 სიკულო მემკვიდრეობისთვის არა მნიშვნელოვანი ხელდასმა. პავლე მოციქულის ხელი არავის არ დაусმია, რომ შეხარ მოციქული. მაგრამ პავლე ასხავდა ხელს. პავლე ვისაც ასხავს გასაგებია, მაგრამ პავლე როგორც არჩეული არ იყო როგორც ხელდასმის. მოდი ვნახოთ მოციქულები როგორ ირჩევდნენ. მოციქულთა საქმეებში წერია იუდას მაგვრად, როდესაც მოციქულებს ირჩევდნენ. როგორ ირჩევდნენ მოციქულებს? აი ვნახოთ. როდესაც მე-12 მოციქულს ირჩევენ იუდა მოციქულის მაგვრად, რა კრიტერიუმები უნდა ქონოდა მოციქულს? მოყურე, ამრიგად საჭიროა რომ ერთი იმ კაცსაგან მუდამ თან რომ ვახლდნენ, როცა ჩვენ შორის მიმოდიოდა უფალი იესო, იოანე ნათლის სემიდან მოყოლებული, ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე შემოგვეცეს, რათა ჩვენთან ერთად გახდეს მისი აღდგომის მოსმენ. ანუ უნდა ყოფილიყო იოანე ნათლის სემიდან დაწყებული, უნდა ყოფილიყო მოწმე იესოს ნათლობის და უნდა ყოფილიყო მოწმე იესოს ერთით აღდგომის და აგრეთვე ამაღლების. ხედავ, რამდენი კრიტერიუმი ყოფილა? 3 კრიტერიუმი იყო. პავლე არც ერთის მაგის მოწმე არ იყო, მაგრამ პავლე მოციქული იყო. რატომ? ამიტომ ხელდასმა ჩვენ ვიცოდეთ თვითონ ტრადიცია ხელდასმა ეს იუდაიზმში და ძველ ებრაელებში არ ნიშნავდა რაღაც მაგიური მისტიურ რამეს. ხელდასმა ეს იყო ფორმა, რათა ხალხს დაენახა, რომ შენ ამ ადამიანს აღიარი. ეს იყო როგორც ბეჭედი. აი მაგალითად რაღაც დოკუმენტს მე ვქნი და
და გაცილ, მაგრამ ამ დოკუმენტს ზალა ხომ და კონდეს. ამიტომ ბეჭედს ვაძებ, რომ ხალხმა წაიკითხოს. ასევე იყო ის ხელდასხმა არ ხდებოდა მარტო, ჩუმად, ხელდასხმა ხდებოდა მოწმეებს, ხელდასხმის როასო ეს იყო შენი ბეჭედი იმისა, რომ შენ ამას აღიარე. და ამას ეს ტრადიცია ქონდა, ეს დატვირთვა ქონდა ძველ ისრაელში ხელდასხმას. რამე მისტიული და მაგიული ძალა ამას არ ქონდა. მაშინ მაგას მასა ყოფილიყო, მაშინ პავლე არ იქნებოდა მასი არჩეული. ხელდასხმას ჩვენ ხედავთ პავლე მოციქულის მე-13 მოციქულის საქმის მე-13 თავში, როდესაც პავლე უბრალოდ מחარებლების სამახარებლოდ არჩეული, ეგ და არა. მეტი არა. მაგრამ როგორც მოციქულის ხელდასხმა არ მოხდა პავლეს. როგორც מחარებელი, კი ბატონო, იმიტომ რომ კონტექსტი უნდა წაიკითხო, რაზე დაასხეს პავლე მოციქულის ხელი. მაგრამ ნახე პავლე ტიმოთეს წერს, რომ აჩქარებით ხელი არავის დაასხა. თავის მოწაფეებს, თავის მოწაფეებს, შენი მოწაფე ვისაც აღარ, ამიტომ არ იჩქარო ხელდასხმა, ანუ არ იჩქარო მისი აღიარება. მაგრამ ანუ ხელდასხმა ხდებოდა. ხელდასხმა ტრადიცია ხდებოდა, ეს ხო გითხარ, ეს არის ბეჭედის დასმა, რომ შენ აღიარებ ამ ადამიანს. ეს სიმბოლური დატვირთვა აქვს ამას. ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ აი მაგალითად აპრიორი გინდა თუ არა ასე იყოს. მაგრამ მოდი ახლა ვახსოვოთ, სამოციქულო მემკვიდრეობა რა არის? ხელდასხმა არის თუ სწავლება არის? ამაში უნდა გავერკვევით ჩვენ. თუ ჩვენ ვამბობთ ხელდასხმის ტრადიცია, ხელდასხმა, მაშინ კათოლიკებსაც ხელდასხმა აქვს, მართლმადიდებლებსაც ხელდასხმა აქვს, პროტესტანტებსაც ხელდასხმა აქვს, არიოზელებსაც ხელდასხმა აქვს, სომხეთის სამოციქულო ეკლესიასაც ხელდასხმა აქვს. რომელია მაშინ ნამდვილი სამოციქულო მემკვიდრეობის ხელდასხმა ყველას აქვს? არა, ყველას აქვს გასაგებია, მაგრამ ეს ხო ერთიანი ეკლესია იყო, როდესაც შემდეგ მოხდა მერე გაყოფა. როდესაც ირინე ლეონელი, როდესაც უყენებენ ირინე ლეონელის გნოსტიკების წინააღმდეგ, როდესაც წერს, გნოსტიკები ასეთი რამე უთქვამს, ჩვენ სამოციქულო ხელდასხმიდან მოვდივართ. ანუ სამოციქულო აღიარება გვაქვს, მაგრამ ირინე ლეონელი ეუბნება. ეგ არაფერს არ ნიშნავს. სწავლით შენ მოციქულების სწავლას არ მისდევ. ანუ სამოციქულო მემკვიდრეობაში ნიშნავს რა? სწავლება. მოდი ვნახოთ მეორე თესალონიკელთა მეორე თავის მე-15 მოხდა. მაშა ასე ძმებო მტკიცეთ იდექ და გეპყროთ გადმოცემები რაშიც განისწავლოთ ჩვენი სიტყვით თუ წერილებით. გადმოცემები ცოტა არასწორი თარგმანია, ბერძნულში წერია სწავლება გეჭიროთ. ჩვენი სწავლება, ვისი ჩვენი სწავლება? მოციქულების სწავლება. აი ესაა მემკვიდრეობა. რომელიც ქონდა წერილით და სიტყვით. სიტყვით, იმიტომ წერილს სიტყვა უნდა, განმარტება ხო უნდა, წერილს ხო წაიკითხე მიხვდები რამეს, განმარტება ხო ჭირდება, სწავლა ხო ჭირდება. ანუ სამოციქულო მემკვიდრეობა ნიშნავს სწავლებას. მაგრამ ერთი რამე არის კიდე იონეს სახარებაში წერია, რომ ყველაფერი არ იქნა აღწერილი და დაწერილი. ვერ დაიწერებოდა. ანუ არის ბევრი რამე, რაც სიტყვით მოხდა. ხო, არ იყო საჭირო. იოანე წერს, ბევრი რამე დაიწერა, მთელი მსოფლიო ბიბლიოთეკა ვერ დაიწერს. მაგრამ თავარი არსი გადმოსცა იოანე. ესაა სიცოცხლე და ჭეშმარიტება გიცნობდნენ შენ ერთს და გიცნობდნენ შენ გამოგზავნილ იესო ქრისტეს. ამას ამბობს. ანუ იოანემ კომპაქტურად გადმოსცა ის, რაც მაცხოვნებელია. რაც შეგიძლია იმას. მაგრამ გარდამოცემაც აუცილებელია. გადმოცემა აუცილებელია, რომელიც არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს. ჩვენ ახლა სამოციქულო მემკვიდრეობაზე ვლაპარაკობთ თუ გადმოცემებზე. გადმოცემებზე მაშინ სხვა დროს ვილაპარაკებთ. თუ სამოციქულო მემკვიდრეობაზე ეს ყველაფერი ჯაჭვია. ჯაჭვია, აი, მაშინ თუ სამოციქულო მემკვიდრეობას ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს არის უკვე მივედეთ იმას გამო, რომ ეს არის სწავლება, მაშინ ჩვენ უნდა მივედეთ იმას გამო. ესეთ შეკითხვა უნდა დაისვას. არის დღევანდელი მართლმადიდებელი ეკლესიის ან კათოლიკური ეკლესიის სწავლება იდენტური პირველი საუკუნის მოციქულის სწავლებისას. ან მეორე საუკუნის სწავლების ეკლესიის, ან მესამე საუკუნის სწავლების იდენტურია თუ არა. აი ესაა კითხვა, თავარი კითხვა. იდენტობა რო გავარკვიოთ, იდენტობა რაც ნიშნავს? ანუ ერთმანეთის იდენტური. კონკრეტულად მოგიხო. A და B. A და B ერთმანეთის იდენტურია. როგორა A და B ერთმანეთის იდენტური, თუ A ჭეშმარიტია, B-ც ჭეშმარიტ უნდა იყოს. რადგანაც ესაა იდენტობა. თუ არა A არა ჭეშმარიტი, B ჭეშმარიტია, ისინი იდენტური არა.
ხოსია? ანუ მარტივი მაგალითი. მოდი განვიხილოთ სამი სწავლება, რომელიც ჩვენ გვაქვს და მე კიდე გავაგზავნე სხვა ვიდეოებში ვილაპარაკებ ამაზე. მაგრამ მე ძირითადად სამი სწავლება მინდა ვილაპარაკო. არის თუ არა იდენტური სამი სწავლება, რომელიც დოქტრინალური სწავლება არის ტრადიციულ ეკლესიებში. იდენტური პირველი საუკუნის, მეორე საუკუნის სწავლებისა და დღევანდელი სწავლებისა. და მარტივად გაიგებ, არის მართლმადიდებლური ეკლესიის 60 კილო მემკვიდრეობის გამგრძელებელი თუ არა. ხდები? მოდი გავიგოთ, პირველი სწავლება ეს არის ევხარისტია. მართლმადიდებლური სწავლებით ევხარისტია არის რა? აბა შენ მიხარდა მართლმადიდებლურ სწავლებაში და კათოლიკური ეკლესიის სწავლებაში. მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება და კათოლიკური ეკლესიის სწავლება ცოტა განსხვავდებიან, მაგრამ ძირითადი არსი ერთია, მაგათი რომ ისინი ამბობენ, რომ პური დაღვინო მართლა ქრისტეს სისხლად იქცევა და მართლა ქრისტეს ხორცად იქცევა. ანუ გრძელის საიდუმლო ლოცვის შემდეგ ის მართლა იქცევა. მაგრამ მოდი განვიხილოთ ჩვენ ჯერავდათ პირველ საუკუნეში ქრისტიანებს მასეთი იმის. თუ როგორ ჯერავდათ? ისმენთ აბა. მაგრამ სახარებაში წერია ესეთი რამე. უყურებ, პურ და ღვინოს გრძლის კურთხევის შემდეგ მაგას აღარ უწოდებენ პურ და ღვინოს, არამედ უწოდებენ ქრისტეს ხორცს და ქრისტეს სისხლია. ესაა მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით და კათოლიკური სწავლება. ნახოთ მათეს 26, 29. მათეს 26 თავის, 26 მუხლის, 29 ჭამისას აიღო იესო პური, აკურთხა, გადეხა მისცა მოწაფეებს და უთხრა: აიღე ჭამეთ ეს სხეულია. აიღო სასმისი, მადლის შეცირა, მისცა მათ და უთხრა: ყველამ შესვათ აქედან, რადგან ეს არის ჩემი სისხლი, ახალი ათმისა, მრავალთათვის დაღურები. და 29 და ანუ უკვე всё მოხდა, ხო ტრანსფორმაცია. ანუ ქრისტეს სისხლად იქცა ის უკვე და ქრისტეს პურად იქცა. ხოასია. მაგრამ ნახე ქრისტე რას ამბობ? და მე გეუბნები თქვენ, ამერიდან აღარ შევსო ვაზის ამ ნაყოფს. Რაღაცა უწოდებს იესო ქრისტე ვაზის ამ ნაყოფს. თავის სისხლს. მაგრამ სხეულსაც უწოდებს ის პურს. ეს ჩემი სხეულია. ქრისტე ეს ჩემი სისხლია. ანუ ჩვენ უნდა მივიდეთ ამ დასკვნამდე რომ მოციქულები და პირველი ქრისტიანები ამას ბუკლაურად არ უყურებენ. ამას უყურებენ როგორც სიმბოლო. იესო ქრისტემ თქვა, ეს ტაძარია ვარ მეო, 3 დღეში დაანგრევ და 3 დღეში ავადგენ. ვის ელაპარაკობდა იესო? თავისად მართლა იერუსალიმის ტაძარი იყო იესო ქრისტე? ხო არ მიიღებ ამას ბუკლაურად? თუ იმას ბუკლაურად არ ღებულობ, ამას ატო იღებ ბუკლაურად. იესო ქრისტე ამბობს, მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი. ხო და აი ეხლა ეს ამ ყველაფერს განმარტავს ვინ? ეკლესია, ხო? არა, უყურე, ეკლესია განმარტავს მასე არა, ეკლესია განმარტავს მასე აი ეს არასწორი. სული წმინდა განმარტავს. აქედან უნდა დავწვით. უყურე, პავლე მოციქული კიდევ ჯერ ბიბლია რას ამბობს? პავლე მოციქული. რადგან ყოველთვის უყურე. მე-11 თავში, 21, რადგან ყოველთვის როცა ამ პურს ჭამდა ამ სასმისვა უპილიქს თვითონს აუწევთ. ანუ პავლე მოციქულის არ უწოდებს ზიარების ამ იმას. ქრისტეს სხეულს უჭამდა, ქრისტეს სისხლს უსვამდა. კურთხევის შემდეგ ეუბნები. ანუ პავლემაც იცოდეს სიმბოლური იყო, ხო? მოდი ვნახოთ კლიმენტი ალექსანდრიელი რას აკეთებს. ეკლესიის მამა ამის თაობაზე უყურე. თავის წიგნი პედაგოგი 6. ესეთი ნაშრომი აქვს კლიმენტი ალექსანდრიელს. კლიმენტი ალექსანდრე ამბობს, სხეულში იესო ქრისტე გადატანითი მნიშვნელობით საუბრობს სული წმინდაზე, რადგან მისით იქმნება სხეული. სისხლში იგულისხმება ლოგოსი, სიტყვა, რადგანაც როგორც სისხლს მოაქვს სიცოცხლე, ასევე ლოგოსი ქმნის სიცოცხლეს. ანუ კლიმენტი ალექსანდრიელის ამ ზიარების ფაქტს უყურებს როგორც სიმბოლურად. ეს იასწავლის თავის წიგნში პედაგოგი. ტერტულიანე წერს მარკიონეს რატო წერს ტერტულიანი? რომ მარკიონი იყო გნოსტიკი. მარკიონი ამბობდა ესეთ რამის, რომ უყურებ. რას ამბობდა მარკიონი? მარკიონი ამბობდა, რომ იესო ქრისტეს სხეულში მოსვლა მოხდა არა ბუკლაურად, ის იყო რა ქვია მოჩვენება იყო. ამიტომ და ტერტულიანი წერს მარკიონის. ზიარება ეს არის სიმბოლო. სიმბოლო იქნება, როცა არსებობს რაღაცაზე უნდა სიმბოლიზირდეს, ხო? თუ ქრისტეს სხეულში არ მოვიდა,
მაშინ პური და ვინო ვერ იქნება სიმბოლო ქრისტეს იმ სხეულს და ქრისტეს სისხლისო. ანუ თუ ქრისტე მოვიდა სხეულში ნამდვილად, მაშინ ზიარები მართლა სიმბოლიზირებსო ქრისტეს სხეულსა და სისხლსო. ეს ამავს ტერტულიანი, ანუ ტერტულიანესაც სამდა რომ ზიარება ის იყო სიმბოლო. მე წაგიკითხე ბიბლიიდან, წაგიკითხე ეკლესიის მამები რას ლაპარაკობენ. ნიკეას კრებავთ. ნიკეას კრებავთ. მეორე სწავლება რომელიც დღეს ხო ნიკეას კრებამდე ამას დღეს მართლმადიდებლები რას ამბობენ, რომ ეს ბუკვაურად ქრისტეს სისხლია, მისტიციზმით გადადისო, მადლით ხდებაო და ამით ხდება მართლა ვეზიარეთ ქრისტეს სისხლს და ქრისტეს ხორცს. ანუ მე გაჩვენე პირველი საუკუნის ქრისტიანებს როგორ წამდათ ეს იდენტობა აღარაა. ხო? ხო ასია. მეორე სწავლება ნათლობა ბავშვების შესახებ. როდის დაიწყო ეკლესიაში ნათლობა ბავშვების? პირველი ქრისტიანები ჩვენ ვერ ხედავთ მოციქულთა საქმეებში, რომ პირველი ქრისტიანები ნათლობდნენ ბავშვებს. ავიღოთ ყველა საეკლესიო მამა, აი ირინე ლეონელი, ავგუსტინე, იოანე ოქროპირე, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსენი. როდის მოინათლა ყველა ისინი? მით უმეტეს ყველა ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. ზრდასრულობაში. ზრდასრულ ასაკში მოინათლეთ ყველა. წარმოიდგინე ირინე ლეონელი, ტერტულიანეც, ორიგენეც, ყველა მოინათლა ზრდასრულ ასაკში. იმიტომ რომ არ იყო სწავლება ჩვილთა ნათლობის შესახებ. პირველ საუკუნის ეკლესიებში. პირველი, მეორე, მესამე საუკუნის ეკლესიაში არის. თუმცა პრაქტიკა იყო, ბავშვებს ნათლობდნენ ავგუსტინეც ამის შესახებ, მაგრამ ეს არ იყო ეკლესიის მოთხოვნა. ბავშვების ნათლობის. ბავშვები რომ მონათლო რა პრობლემაა ამაში? პრობლემა არის უკვე ტერტულიანი რას ამბობს. ტერტულიანი წერს, ტერტულიანი თელი ნაშრომი უწერია ამას. ბავშვი პირველი მოწამეობრივი სიკვდილით ვინ მოკვდა პირველები? ვინ იყო მოწამეობრივი? ჰეროდემ რო ბავშვები მოკვდა. ანუ ყველა პირველი მოწამეები ქრისტეს გამო იყო ჰეროდეს ბავშვები. იმათ წამდათ იესო ქრისტე იმ ბავშვებმა საერთოდ იცოდნენ რამე? არა. ანუ ტერტულიანი გადმომწეს რომ ბავშვი უცოდველია. ბავშვს არ აქვს ის ცოდვა და არ შეიძლება რომ ბავშვს სანამ გარჩევის უნარი აქვს, სუდის და კარგის, მანამდე მოთხოვო იმას ის. აიგე? აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ გვესმის რომ სწავლება რომელსაც ჩვენ ვამბობთ რომ ანდაყოლილი ცოდვა გადადისო. ადამიანის ცოდვა. ადამიანის ცოდვის პასუხისგებლობა კი არ გადადის ბავშვზე. მიდრეკილება სუდისაკენ ეს გადადის. და არაც იმ ადამიანის ცოდვის პასუხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ძალიან ბევრს ეს ეშლება. ანუ მე გაჩვენე მეორე სწავლება რომელიც არის ბავშვების ნათლობა და დღევანდელი ეკლესიის ნათლობა რომელიც ამობენ. დაშე დღესაც ეკლესიაში მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაყოფილია ასე გულებს შორის. ზოგი ამბობს ბავშვები უნდა მონათლო, ზოგი ამბობს არ უნდა მონათლო. ზოგი ამბობს რომ აი ეს ეკლესიებში თქვენ კარგად იცი ის როა ისაგაც. მაგი პირდაპირ თვითონ რომ ბავშვები ჯოჯოხეთში ხდება. ვიცი კი ეგ მონასმენი. ოფიციალურად მართლმადიდებლური ეკლესია მაგასაც არ ასწავლის ჩვენ. დანარჩენი არ ვიცი ასწავლი, მაგრამ ფაქტიურად ვთქვი ისაა. მესამე სწავლება რომელიც დოქტრინალური სწავლებაა. დოქტრინალური სწავლება ევხარისტია, დოქტრინალური სწავლება არის ნათლობა, დოქტრინალური სწავლება არის ხილიაზმი. ხილიაზმი რა? 1000-ლიანი მეფობა. როგორ წამდა პირველ საუკუნეში პირველ მიმდევრებს, ქრისტიანებს და როგორ წამდა შემდეგ როგორ მოხდა ეს დაწმა. დღევანდელი ოფიციალური მართლმადიდებლური სწავლება მიზეს ამილიარდის. ამილიარდის ნიშნავს რომ ქრისტეს 1000-ლიანი მეფობა ეს არის სიმბოლური სიტყვა და ქრისტეს ამაღლების შემდეგ, დედამიწაზე სულიწმის მოფენობის შემდეგ 1000-ლიანი მეფობა დაიწყო. ეს დღევანდელი ქრისტიანული ეპოქა ეს არის რა ქვია 1000-ლიანი მეფობა. ამას ქვია ამილიანიზმი. მაგრამ არის კიდე მილიანიზმი, რასაც ხილიაზმი ქვია. აი მილიანიზმი ნიშნავს რომ ქრისტეს მეფობა ჯერ არ დაწყებულა, ის დაიწყება, როდესაც ის მოვა მეორედ მოსვლა. მისი მეორედ მოსვლა არის 1000-ლიანი მეფობა. როცა მტერები გაწუხდნენ. პირველი საეკლესიო მამები, აი არ დაღმგომის შესახებ. ვინ წერდა?
პაპი ამბობდა, პაპი იყო არა რომის პაპი, არამედ იოანე მოციქულის მოწაფე, პაპი, ესეთი პიროვნება იყო. ის წერდა ხილიაზმს, უყურე. კართა აღდგომის შემდეგ დადგება 1000-წლიანი მეფობა, როსაც ქრისტე თავისი სამეფოს დადგამს დედამიწაზე. ანუ პაპის ამბობდა ქრისტეს, იმას აქვია, იოანე მოციქულის მოწაფეს. ამას ემხრობა ირინე ლეონელიც. ირინე ლეონელი იყო ისი პოლიკარპეს მოწაფე, პოლიკარპე იყო იოანეს მოწაფე. ირინე ლეონელი პაპეს ამ სიტყვებს ციტირებს გნოსტიკების წინააღმდეგ, ერესების წინააღმდეგ. და იზამოს 1000-წლიანი მეფობა ჯერ არ დამდგარა. ჯერ ტართა აღდგომა არ იყო. ანუ პირველი საეკლესიო მამებს ყველა სამდა და ნიკეას კრებამდე ყველა სამდა, რომ ხილიაზმი ჯერ არ დამდგარა. ანუ ხილიაზმის სწავლების ჯეროდა. ამაზე მოსმოს ისეთი ისტორიკოსია ფილიპ შავი. ესეთი პიროვნება და ესეთ ციტირებს, ესეთ ციტირებას აკეთებს, წაგიკითხო. ყველაზე გასაოცარი ის ფაქტია, რომ ეს ხატალოგიური მოლოდინი ნიკეას კრებამდე იყო სრული ხილიაზმი. წმენა იმისა, რომ ხილული სამეფო დადგება ქრისტეს მეორედ მოსვლის და ტართა აღდგომის შემდეგ. და ხილიაზმის პირველი წინააღმდეგი, სულ პირველი ვინც იყო? ეს იყო მარკიონე და შემდეგ აიტაცა იდეა ორიგენი. ორიგენის პრობლემა იყო ის იყო ნეოპლატონიზმი. და ნეოპლატონის მამებმა უკვე ორიგენეს შემდეგ წამოსული მამებმა რატო აიტაცეს? იმიტომ რომ ყველა სწავლობდა პლატონიზმი და მოსული ქრისტიანები იყო. ეს არის ის, როდესაც პლატონიზმი იჭრება ბიბლიურ ღვთისმეტყველობაში და განმარტებებში. და პლატონის მერე მამებს უკვე რა უნდათ? გამოცხადების წიგნის დაკნინება უნდათ ზოგიერთი. ზოგიერთი იმამდე რომ იოანეს გამოცხადება საერთოდ იმის დაწერილია, ერეტიკოსის დაწერილია. არ ღებულობდნენ. იმიტომ რომ მათ პლატონურ იდეებს ეწინააღმდეგებოდა ყველას. აიგე? ანუ სამი ძირითადი დოქტრინალური სწავლება მე შევარჩენე, რა არის ამოციქულო მემკვიდრეობა თუ მივიდეთ იმ დასწრებით. ეს არის სწავლება, მოციქულობის სწავლება. სამი სწავლება, განვიხილეთ. შემდეგში მე კიდევ განვიხილავ, მე სხვა ვიდეოებში ვილაპარაკებთ ხათაყვანისცემა მიცვალებულთა გარდაცვლების გახსენება და გარდაცვლების შუამდგომლობა. ეს სწავლება თუ გქონდეთ კიდევ, შემდეგში ამაზე ვილაპარაკებთ. მაგრამ ძირითადად ახლა ამ სამის თაობაზე უნდა შევკრიბოთ, ახლა შევაჯამოთ. დაგანახე რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებს ჯეროდათ ზიარების სიმბოლიზმის ის იყო სიმბოლო და მართლაც მასეა, პასექი ეს სიმბოლო იყო. მეორე, ნათლობა ბავშვებს არ ნათლად და ეკლესია არ ითხოვდა ბავშვს ჩვილთან ნათლობას, ამას საეკლესიო მამები წერენ და მესამე ხილიაზმი იუსტინეს კი თავის წერილში წერს ტრიფონ იუდეველთან, რომ ჩვენ ჯერავს რომ იქნება ტართა აღდგომა და 1000-წლიანი მეფობა იქნება იერუსალიმში. როგორც ამას წინასწარმეტყველია ესაიაო, ეზეიკიელი და დანიელი. სამი სწავლება მე შეგეკითხები. აქვს დღევანდელ ტრადიციულ კათოლიკურ ეკლესიას და მართლმადიდებლურ ეკლესიას შენარჩუნებული იმ საუკუნეში სწავლებას. განსხვავდება, ხო? მაგრამ ეხლა ყურე აქ არის მანდ ეგ შენ მოიყვანე კონკრეტული მამები, ხა კონკრეტული მამები შეიძლება სხვანაირადაც ამბობდნენ. ეს ეხლა ყველაფერი არ მახსოვს, მოსაძიებელია. და ამიტომ აქ არის აზრთა სხვაობა. შენ მეუბნები რომ კრებით დამტკიცებული რაც არის. დიახ. ანუ კრება ამტკიცებს რაც ისა. კაი, გეთახმები. კრება, ანუ ასეთ პიროვნულ დონეზე რო დავყვეთ მაშინ. ვიღაცისთვის ვიღაცა იქნება სანდო, ვიღაცისთვის ვიღაცა იქნება სანდო, რაღაცას ხომ უნდა დავეყრდნოს ადამიანი. მაშინ უყურე კრება რო ხელმძღვანელობდა ბიბლიის ავტორიტეტით, ვისი ხელმძღვანელობდა, ვისი ავტორიტეტით ხელმძღვანელობდა. ისევ მაგმამების. ისევ მაგპიროვნებების, ხო? თუ მაგპიროვნებების მოსაზრება შეეჩვევიდან იმაში, რა გარანტია მაქვს, რომ ამ მოსაზრებაში ისინი არცდებოდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კრებებს უნდა დაეყრდნო. საბოლოო ჯამში უნდა დაეყრდნო ბიბლიას, ღვთის სიტყვას. არა, ეგ თავისთავად, მაგრამ ამ ბიბლიას ხო განმარტავს ვიღაცა. განმარტავს, უკვე რა განმარტავს? კრებები არ განმარტავენ ბიბლიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კრებები არ განმარტავენ. ბიბლიას განმარტავდა მოციქულები და მოციქულების სწავლება. და მოციქულები ხო ეკლესია იყო. გასაგებია, მაგრამ ამ მოციქული ეკლესიის სწავლება თუ კრებაზე პირველ საუკუნეში ესწავლება ხონდა, მეორე საუკუნეში მეორე
მეოთხე საუკუნეში არსებული კრება, რატო ეწინააღმდეგება იმ პირველ საუკუნეში დასწავლულ სწავლებას. ახლა მაშინ აი კითხვა იბადება, ქრისტემ დატოვა ეკლესია. როგორ? ქრისტემ დატოვა ეკლესია, ხო? და თვითონ არის ამ ეკლესიის თავი. ეს ეკლესია არის მისი სხეული, ხო? აი როგორ უნდა მოხდეს გაეკლესიურება და ქრისტეს სხეულში ყოფნა, აი როგორა შესაძლებელი, სად არის ეს? ვინ არის ეს მაშინ? კითხვა იბადება. ის თუ ცდება ამ რაღაცა ეს სხვა თემა. ეს არ არის 60 კილო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული. 60 კილო მემკვიდრეობაზე ჯაჭვია. ჯაჭვი არა, ანდომ ერთ ვიდეოში ამდენს ვერ ვილაპარაკებთ. მე უბრალოდ დაგანახე რა არის 60 კილო მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი არსი. რაც ჩემ დასვი შეკითხვა, ეკლესია, მაგაზე მე სხვა დროს ვილაპარაკებ, დავაკეთებ თემა და თქვი, რა არის ეკლესია და რა არის ეკლესიური ცხოვრება და რა არის ეკლესიის სწავლება. ეს ვთქვათ. ხო? ეს სხვადასხვა თემებია და ამიტომ просто ჯერ მსმენელს დაიღლება. ვერც მოусმის. ამიტომ გეუბნები რომ ნენელა და დაუკვირდით. დღეს პირველი ვიდეო ჩავწერეთ. პირველი აზრი გადმოვცით. ნენელა კიდევ ხო კომენტარებში დაიბადება, კიდევ შეკითხვები იქნება და ამას ყველაფერს გავაერთებ, მაგრამ მე ძირითადად ჩემი სათქმელი იყო ეს, რომ დღეს შევაჯამოთ. ახაც სამი სწავლება განვიხილეთ. შემდეგში განვიხილავთ ჩვენ კიდევ რამოდენიმე სწავლებას, რომელიც პირველ საუკუნის მოციქულებს ჰქონდა და პირველ ეკლესიას ჰქონდა და დღეს ჩვენ ტრადიციული ეკლესიები არ არის თანხმობაში. ანუ იდენტური არა. თუ იდენტური არა, აქედან გამომდინარე, ლოგიკური კითხვა. მაშინ 60 კილო მემკვიდრეობას თულა ამბობ. ეს შეკითხვა კიდე. პავლე მოციქული რას ამბობს, უყურებ? ძალიან მაგარიც კითხვა. ვინ არის ჭეშმარიტი იუდეველი პავლე მოციქულს ამბობს? ვინ წინადასვეთილიაო თუ? ვინც ღმერთის მცნებებს ასრულებს. და 60 კილო მემკვიდრეობა რა? ხელდასხმა თუ ის ჭეშმარიტი სწავლება, რომელსაც შენ იცავ და აზიარებ და ასწავლე. მე რომ კითხო ორივე უნდა იყოს. ორივე უნდა იყოს, თუ ჭეშმარიტ ებრაელშიც უნდა იყოს წინადასვეთა და ის მცნებების დაცვას. თეფი ანუ იდენტობა ჩემო ძმა, რასაც ქვია 60 კილო მემკვიდრეობის სწავლება იდენტობა, ეს არის პირველ რიგში სწავლება, რომელიც ამაგრებს ხელდასხმას. მოძღვრება რომ თავისთავად უპირატესია იოანე მახარებელიც ამბობს რომ ვინც მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებს საერთოდ სახში. პავლე მოციქული საერთოდ ამბობს რომ ანათემას გადაეცითო ის სახარება რომელიც მე არ მისწავლებიო თქვენს. ანგელოზიც რომ გამოგეცხადოთ. ანგელოზიც რომ საერთოდ ანათემას გადაეცი. მაგრამ რადგან ხედავთ რომ მოციქულები ორივე საკითხელი როგორ გაჩნდა ეკლესიაში? როგორ? კუტრების საკითხელი როგორ გაჩნდა ეკლესიაში ცი? აბანოში, ბიზანტიაში ერთ ბერსო დაესიზმო. გამოცხადება მიიღო საუნაში. გარდაცვლილის შიერი ვარ აქ. ხოდა არიქა საკითხელი. ასე, მართლა გეუბნები. წერია ესეთი რაღაცები ძალიან ბევრია. ნუ მოკლედ დღევანდელი თემა რო შევაჯამოთ, მე მინდა რომ თქვა, რომ მიხდით მეგობრებო, ეს არ არის სრული ვიდეო. მე უბრალოდ ამოვიღე სამი ძირითადი სწავლება, დოქტრინალური სწავლება, რომელიც გადმოგცეს 60 კილო მემკვიდრეობას. 60 კილო მემკვიდრეობის მნიშვნელობას. მოციქულური მემკვიდრეობა განვიხილეთ, რომ ეს აპრიორი არა ხელდასმა, გინდა თუ არა ხელდასმა უნდა გადადიოდეს, რადგან ჩვენ დაგანახეთ ბიბლიაში პავლე მოციქული მოციქულად ხელი არავის არ დაусმია მას, იესო გამოეცხადა პირადად და ხელდასმა ნიშნავდა არა მისტიური ძალის გადაცემას, არამედ აღიარებას ეკლესიის მიერ და საზოგადოების მიერ, რომ ეს არის ჭეშმარიტი ამ სწავლების გამოცდილება. და შევთანხმდით რა არის სწავლება. სწავლება, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, სამი დოქტრინალური სწავლება არ არის იდენტური პირველი საუკუნისა და დღევანდელი ტრადიციული ეკლესიების შორის. ანუ ეკლესიები იმის თქმა, რომ მე ვარ მოსამოციქული მემკვიდრეობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი შენ მოციქული მემკვიდრეობის გამძლებელი ხარ. თუ შენ სწავლება არ აქვს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომელთა წელში იუდეველი არ ნიშნავს, რომ შენ წინადასვეთილი ხარ. არამედ იუდეველი ნიშნავს, რომ შენ ღმერთის ცნებების დამცველი ხარ. ეს მინდა თქვენთვის დღეს მეთქვა, ვიყურეთ, გააზიარეთ, ვიცი უამრავი შეკითხვები გექნება და ამიტომ ჩამოწერეთ კომენტარებში და ილოცეთ ჩვენ არხზე, რომ ჩვენი არხი განვითარდეს კიდევ და ვისაც ფინანსური დახმარება გინდათ,
კომენტარებში არის რეკვიზიტები მითითებული. მადლობა ყურადღებისათვის.